რატომ აძლევდნენ გრანტებს რუსებიც და ევროპელებიც? ახლა რა საქმიანობს? თან დემოკრატიულ ღირებულებებს იცავს და თან რუსულ პროპაგანდას ავრცელებს. ეგ როგორ ორივე მხარეს აბოლებდა? საინტერესო პერსონაჟია და მე მგონი გამოძებათ ღირს. ექვსი თვის წინ ხელში ჩაგვივარდა რუსეთის სამთავრობო ფონდის, ეგრეთ წოდებული პრავფონდის შიდა მიმოწერები და გაჟონილი დოკუმენტები. წავიკითხეთ, რა პროექტებს აფინანსებენ საქართველოში, ვინაა მათი მოკავშირე და რა გეგმები აქვთ. ჩვენი ამბის მთავარ გმირებზეც ასე გავიგეთ. ჯერის ვიპოვეთ, რომ პრავფონდმა მათ ორგანიზაციებს საქართველოში რუსებისთვის იურიდიული დახმარების გაწევის, ახალგაზრდული ბანაკებისა თუ კონფერენციების მოწყობისთვის 2013 წლიდან 2024 წლამდე დაახლოებით $350,000 გადაუხადა. მერე კი საკვლევ ძაფებს გავყევით და დედაშვილის დასავლურ დაფინანსებებზეც შევიტყვეთ. დასავლეთისგან დაახლოებით €650,000 აქვთ მიღებული. თვითრებიც კი აქვთ მიღებული ჩარიცხვის. თუ ჩვენი გამოძიების შიდა დოკუმენტები გაინტერესებთ, მათ შორის პრავფონდის მასალები, მაშინ შემოუერთდით ჩვენი გამომწერების რიგებს. 3 პაკეტი გვაქვს და სხვადასხვა პროდუქტზე მოგეცემათ წვდომა. მეტ ინფორმაციას ჩვენ საიტზე იპოვით. ეთნიკურად რუსი დედაშვილი, ალა ბეჟენცევა და ალექსანდრე ბეჟენცევი დასავლურ გრანტებს 2000-იანი წლებიდან იღებდნენ. აი გრანტები რომ სულ ახალი ხილი იყო და კაციშვილმა არ იცოდა რა და როგორ იმ დროიდან. მაგალითად 2001 წელს გაეროს მოხალისეების დაფინანსებით ჩაატარეს სამთვიანი ტრენინგ კურსი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში ეთნიკურ უმცირესობათა როლის შესახებ. 2003 წელს ევროკავშირის მისიის დაფინანსებით ადამიანების უფლებების დაცვაზე მუშაობდნენ. ჯერ სემინარები ჩაატარეს, შემდეგ კრებულიც გამოსცეს სამენაზე, მათ შორის რუსულად. 2007-ში ევროკომისიის დაფინანსებით ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებისთვის სამართლებრივი დახმარების ცენტრები შექმნეს. ამ პერიოდშივე, ანუ 2000-იან წლებში ბეჟენცევები თანამშრომლობენ რუსულ სამთავრობო პროგრამებთანაც. მაგალითად, რუსკი კლუბი უფინანსებდათ რუსული ბიზნეს ენისა და კომპიუტერული უნარჩვევების საგანმანათლებლო კურსებს. И таких платных групп набирается около 100, а на бесплатные курсы большие очереди записываются аж за год до начала учебы. დაფინანსების მისაღებად სქემა ასეთია. რუსებთან თანამშრომლობისთვის სხვა ორგანიზაციები აქვთ შექმნილი, დასავლეთთან თანამშრომლობისთვის კი სხვა. მაგალითად, რუსებისგან დაფინანსებას ალექსანდრე ბეჟენცევი საქართველოს რუს ახალგაზრდათა კავშირით იღებს. დასავლეთისგან კი საქართველოს საერთაშორისო ახალგაზრდული ასოციაციით. ალა ბეჟენცევა კი დასავლეთთან მრავალეროვანი საქართველოს ქალების სახელით თანამშრომლობს, რუსებთან კი იაროსლავნას ქოლგის ქვეშ. დედაშვილი ამ ორგანიზაციებში ერთმანეთს, ხან მათივე ოჯახის სხვა წევრებს, ხანაც კი მეგობრებს ასაქმებენ. მაგალითად, ბეჟენცევის ცოლი ნინო ქართველიშვილი და მისი დედა ნელი ქართველიშვილი ყოველთვის მოხსენებული არიან პროექტში დასაქმებულებად. ამ სიაშია ბეჟენცევის მეგობარი დიმიტრი ბრეკაძეც. მათ მიერ დასავლური დაფინანსებებით განხორციელებულ პროექტებზე ბევრი არც ჩვენ გვსმენია რაიმე და არც საზოგადოებას. რუსული დაფინანსებით განხორციელებულ პროექტებს ბეჟენცევის ყოფილი თანამშრომელიც კი ეჭვის თვალით უყურებს. წლების მანძილზე მქონდა ყველა ორგანიზაციასთან ახლო ურთიერთობა, უშუალო ურთიერთობა და მე არ მახსენდება ერთი თუნდაც მაგალითი, როდესაც თანამომამულეებს ეთქვათ, რომ ალექსანდრე ბეჟენცევმა მის ცენტრს გაეწია მათთვის დახმარება ჩაშლილი ღონისძიებებზე, სადაც რუსი ეროვნების მოსახლეობა უნდა ყოფილიყო მოწვეული, царила დარბაზები გვხდებოდა. სასაცილოა, სატირალიზო არ იყოს, რომ ბეჟენცევი მუშაობს თავის ჯიბისთვის, უფრო თავისი ჯიბისთვის მუშაობს, მაგას საერთოდ არ აინტერესებს ეროვნული უმცირესობების და რუსების ბედი.
ავტორიტეტი მაშინ გექნება ადამიანს, როდესაც აიღებს საქმეს და მაგას ბოლომდე ჩაიყვან და გააკეთებ და რაღაც შედეგი დადგება, ხო? და ამ შემთხვევაში რაღაც პოზიტიური შედეგი, ხო? მაგას არაფერი არ გაუკეთებია არავისთვის, შედეგი, რომელ შედეგზე ლაპარაკი. როდესაც საქმეს აკეთებ, მაშინ გება შედეგი, ხო? Кто-то придет, скажет, даже не русский, я русская. Наполет как комплимент, молодец, спасибо только. ალექსანდრე ბეჟენცევის ორგანიზაცია მუდმივად თანამშრომლობდა დედამისის ორგანიზაციასთან, რომელსაც ასე ჰქვია მრავალეროვანი საქართველოს ქალები. სწორედ ალას ამ ორგანიზაციამ მიიღო ევროკავშირისგან 351.000 евро 2016-2018 წლებში. ამ ფულით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში ძალადობის მსხვერპლებისთვის საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო ცენტრები უნდა გაეხსნათ. ამ პროექტის განხორციელებისას ალას ორგანიზაციის პარტნიორი იყო მისი შვილის ის ორგანიზაციაც, რომელიც დასავლეთთან თანამშრომლობს ხოლმე. ევროპული დაფინანსების პარალელურად 2016-2018 წლებში ბეჟენცევმა პრავფონდისგან სულ მცირე 82.000 евро აიღო. ამ ფულით იურიდიული დახმარება უნდა გაეწია რუსეთის მოქალაქეებისა და ეთნიკური რუსებისთვის. ასევე კონფერენცია უნდა გაემართა ისტორიული მეხსიერების შენარჩუნების თემაზე. ამ ამბამდე დედაშვილს რამდენიმე ჯილდო აქვს რუსეთის მთავრობისგან მიღებული. მაგალითად, 2016 წელს ალექსანდრე ბეჟენცევს მოსკოვის მთავრობამ საპატიო სიგელი იმისთვის გადასცა, რომ ეთნიკურად რუსებს ისტორიულ სამშობლოსთან ურთიერთობაში ეხმარებოდა. საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის საქართველოში რუსეთის ელჩმა კოვალენკომ მადლიერების სიგელი ალექსანდრე ბეჟენცევს 2008 წელს გადასცა. 2007 წელს კი ალა ბეჟენცევას რუსეთის ფედერაციამ ეკატერინე დიდის მესამე ხარისხის ორდენი მიანიჭა. ყველა ეს ინფორმაცია ინტერნეტში იძებნება. საინტერესოა დასავლელმა დონორებმა თუ მოიძიეს ეს მონაცემები გრანტების გაცემამდე. რა თქმა უნდა, მათ წერილი გავუგზავნეთ და ინტერვიუ ვთხოვეთ. პასუხად ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში მოგწერა, რომ ორგანიზაცია საკონკურსო კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა და მათ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია რაიმე რისკს ან შეშფოთების მიზეზს არ წარმოადგენდა. ასევე ორგანიზაცია არ იყო სანქციების სიაში შეყვანილი. დელეგაციიდან გვიპასუხეს, რომ გრანტის გაცემამდე დედაშვილ ბეჟენცევების რუსულ ფონდებთან კავშირის შესახებ არ იცოდნენ და რომ მათთვის წარდგენილი საგრანტო განაცხადი ამგვარ ინფორმაციას არ მოიცავდა. ევროპულ ფონდებთან ბეჟენცევების მიმოწერას ჩვენ ვერ ვხედავდით, თუმცა ვხედავთ, რას წერენ ხოლმე რუს დონორებს. პირდებიან, რომ მათი სამართლის სკოლა იქნება ახალგაზრდა უფლებადამცველების გამოწვრთობის ადგილი და ამ სკოლის კურსდამთავრებულები იქნებიან რუსეთის თანამემამულეთა უფლებების დაცვის ლობისტები. სრული კურსის გავლის შემდეგ კი მიიღებენ რეკომენდაციას და შეძლებენ რუსულ უმაღლეს სასწავლებლებში უფასოდ სწავლასაც. სამართლებრივი სკოლა 2021 წლიდან მოყოლებული ყოველ წელს კრებს 30-მდე ახალგაზრდას საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. Мы также разговариваем на разные темы, идет популяризация литературы, истории и, соответственно, это все только в дальнейшем, и сейчас мы уже видим, что это служит нормализации наших отношений. მეორე მიმართულება, რომელსაც პრავფონდი ბეჟენცევს უფინანსებს, საქართველოში რუსეთისთვის ხელსაყრელ თემებზე კონფერენციებისა და სემინარების გამართვაა. მაგალითად, 2016 წელს ბეჟენცევმა გამართა მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილი შეხვედრა, სახელით ისტორიული მეხსიერების შენარჩუნება. ამ ღონისძიების მიზანი რუსეთის ისტორიის პოპულარიზებაა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში. მესამე მიმართულება ეთნიკური რუსებისთვის იურიდიული დახმარების გაწევაა. ამ პროგრამის ფარგლებში ბეჟენცევის ორგანიზაცია დაეხმარა რუსეთის მოქალაქეს, რომელიც 2015 წლის 11 მაისს თბილისის აეროპორტში დააკავეს. მას ბარგში 2 ტყვია ჰქონდა, მათ შორის ერთი გამოყენებისთვის ვარგისი. პროკურატურამ დაკავებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმა, რომლის მიხედვითაც ნატალია ხმელევსკაიამ 5,000 ლარიანი ჯარიმა გადაიხადა და 21 მაისს საქართველო დატოვა. პრავფონდი 2022 წლიდან სანქცირებულია. ამ ფონდის სხვა პარტნიორებს საქართველოში თანხის მიღება გაურთულდათ. საბოლოოდ ანგარიშები სომხეთში გახსნეს და ამ გზით იღებდნენ დაფინანსებას. ბეჟენცევს პრავფონდის მიერ დაფინანსებული პროექტები 2023 წელსაც ჰქონდა და 2024-შიც. ბეჟენცევებს დავურეკეთ. სხვა თემებთან ერთად ისიც გვაინტერესებდა იღებს თუ არა ფულს სომხურ ანგარიშზე. ალექსანდრე ბეჟენცევს ვესაუბრები.
მე ნათია მიხელიძე გირეკავთ აიფაქტის ჟურნალისტი. მასალას უმზადებ. ვერ გავიგე უკაცრავად? შეტყობინებებსა და ზარებზე აღარც დედამ გვიპასუხა, არც შვილმა. ჩვენი ჟურნალისტური სტანდარტი ეპითეტებისა და ზედსართავების გამოყენებას გვიკრძალავს. ამიტომ შეფასება თქვენზეა. დაგვიწერეთ კომენტარებში, რა ეპითეტებით შეამკობდით დედაშვილს. აქვე არ დაგავიწყდეთ ამ გამოძიების სრულად ნახვა ჩვენ ვებგვერდზე, მასალის გაზიარება და ჩვენი გვერდების გამოწერა. ამით გაგვაძლიერებთ ჩვენ დამოუკიდებელ ჟურნალისტებს და გააძლიერებთ კრიტიკულად მოაზროვნე საზოგადოებას ამ ქვეყანაში. მადლობა რომ გვიყურეთ.